გუდაურში ისევ თობს კობი გუდაურის საავტომობილო გზაზე სპეციალური ტექნიკა მუშაობს. ზღვამ საშიშროების და ცუდი ხილვადობის გამო სამუშაოების დაწყება ამ დრომდე ვერ ხერხდება ჯვრის უღელტეხილის ყაზბეგის გზაზე. ყაზბეგში ჩაფრინდა დღეს ორი ვერტმფრენი, რომელსაც ადგილზე სურსათი ჩაიტარეს, ყაზბეგიდან კი ტურისტები გადაიყვანეს. მარიამ გაფრინდაშვილია პირდაპირ ეთერში. მარიამ, რა ვითარებაა გზებზე და კონკრეტულად ყაზბეგში? დიახ, როგორც უკვე თქვენ აღნიშნეთ, სამუშაოები მიმდინარეობს გუდაური კობის გზის მონაკვეთზე, თუმცა სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება ჯვრის უღელტეხილისა და ყაზბეგის დამაკავშირებელ გზაზე. შესაბამისად, სწორედ ამიტომ, როგორც უკვე იცით, იქ ჩარჩენილები არიან უკვე რამდენიმე დღეა სატვირთო ავტომობილის მძღოლები, ასევე თავად სტეფანწმინდაში არიან ჩარჩენილები უგზაობის გამო უკვე რამდენიმე დღეა ტურისტები. დღეს ადგილზე იმყოფება ჩავიდა ორი ვერტმფრენი, ვერტმფრენმა გადაიყვანა თბილისში 64 ადამიანი, ასევე ადგილზე ჩაიტანა საკვები. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, იმ შემთხვევაში თუ ხვალ ამინდი მისცემს საშუალებას, შესაბამის საკვების ჩატანა სტეფანწმინდაში ხვალაც იგეგმება. დიდი მადლობა ადმინისტრაციას, მათ მოგვამარაგეს სურსათი და სხვა სახის დახმარებაც გაგვიწიეს. ჩვეულებრივად ნორმალურად გადმოგვიყვანეს ახლა ჩვენ, მე ბავშვებთან ერთად ვიყავი ჩარჩენილი იქ. რუსეთიდან მოვდიოდი 4 დღე იქ ვიყავით, მაგრამ იქ ძალიან ბევრი ხალხია კიდევ დარჩენილი. რა ვიცი, დახმარება თუს რამე იქნება საშუალება, რომ კიდე გადაფრინდნენ, კარგი იქნება წამოსაყვანად. მძღოლების მომარაგება ხდება, საწვავითაც ხდება მათი მომარაგება. დღეს ორი ვერტმფრენი მოგცა საშუალება ბუნებამ და ორი ვერტმფრენის მეშვეობით დაახლოებით 64 ადამიანი გადმოიყვანათ. ძირითადად ესენი იყვნენ ორსულები, მცირეწლოვანები, უცხოეთის მოქალაქეები. ხვალე თუ მოგცემს ამინდის საშუალებას, ეს ვერტმფრენები გააგრძელებენ მუშაობას და დანარჩენ დარჩენილ ადამიანებსაც გადმოიყვანენ. რაც შეეხება ვითარებას კობი გუდაურის გზის მონაკვეთზე, აქ სამუშაოები მიმდინარეობს დღესდილიდან, ამ დროისთვის უკვე გაწმენდილია 7 კილომეტრიანი მონაკვეთი, თუმცა სამუშაოების გაგრძელება ვეღარ ხერხდება ყაზბეგის ტერიტორიაზე ცუდი ხილვადობის და ზღვავსაშიშროების გამო ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. დილის 8 საათიდან დავიწყეთ უკვე გაწმენდის სამუშაოები გუდაურიდან ჯვრის უღელტეხილის მიმართულებით. 19 კილომეტრამდე უკვე სამხრივად გაწმენდილი არის ამ წუთისთვის გზა, რაც შეეხება ხვალ დღის ბოლომდე უკვე ორმხრივად მოძრაობა იქნება შესაძლებელი 19 კილომეტრამდე ამ ჯვრის უღელტეხილამდე გუდაურიდან. რაც შეეხება გზას კობამდე და კობის სტეფანწმინდამდე, აქ ველოდები ჩვენ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ შესაბამის დასკვნებს, რათა შევძლოთ უკვე აქტიური გაწმენდის სამუშაოების დაწყება. როგორც უკვე იცით, როგორც სტეფანწმინდაში, ასევე გუდაურში მუშაობს სპეციალური შტაბები და შტაბების მუშაობა საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ. მადლობთ მარიამ გაფრინდაშვილი საუბრობდა პირდაპირ